გამარჯობა, დღეს მოგიყვებით ჩვეულებრივ და მულტიპლიკატურ კოჭებზე. ჩვეულებრივი კოჭა არის ყველაზე მარტივი. თუ დამწყები ხარ, ეს კოჭა საუკეთესო ვარიანტია. სროლა ადვილია და ნაკლებად ებურდება ძაფი. უბრალოდ ისვრი და აბრუნებ. მულტიპლიკატორი კი ცოტა სხვანაირია. ის ნაკლებად მარტივია. უფრო ძლიერია და კარგად მუშაობს მაშინ, როცა დიდ თევზის დაჭერა გსურს, ან მძიმე სათხოვარას იყენებ, მაგრამ თავიდან ცოტა მიჩვევა უნდა, თორემ ძაფი შეიძლება აიბურდოს. მულტიპლიკატურ კოჭასაც აქვს ბევრი პლუსი. ის უფრო ძლიერია და გამძლე, სროლა უფრო ზუსტია, კარგია მძიმე სათხოვარებისთვის, დიდი მტაცებლისთვის უკეთესია, მაგრამ ერთ-ერთი მინუსი არის ის, რომ ძალიან ხშირად ებურდება ძაფი. ჩვეულებრივ კოჭას აქვს ბევრი პლუსი, ასევე როგორც მულტიპლიკატორს. ჩვეულებრივ კოჭას პირველი პლუსი არის ის, რომ მარტივი გამოსაყენებელია. სროლა ადვილია, დამწყებისთვის იდეალურია, ძაფი იშვიათად ებურდება. ჩვეულებრივ კოჭას აქვს ასევე ნომინაციები 1000, 1500, 2000, 3000 და ასე შემდეგ. სპინინგისთვის არის უკეთესი ვარიანტი 2000 და 3000 ნომინაციით. ფიდერისთვის ან დონკისთვის არის უკეთესი 3000-ზე მეტი, 4000, 5000 და 6000. თქვენ თუ დამწყები მეთევზე ხართ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვეულებრივი კოჭა. ჩვეულებრივ კოჭაზე თუ გამოცდილი იქნებით, უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ მულტიპლიკატორზე. დღეს ამ ვიდეოს ამაზე დავამთავრებ და ნახვამდის.